ჩვენ ეთერში გვაქვს საშუალება რომ ჩავერთოთ მაყურებელი Skype-ის მეშვეობით. მე საინტერესო ჩართვა უნდა გქონდეს, როგორც ბაკა ამბობს, ორი ადამიანი ერთდროულად გვერდება Skype-ით. ყავს ხაზე უკვე მაყურებელი. გამარჯობა. გამარჯობა. მარიამი და გვანცა არიან ჩვენთან ხაზზე. რა უნდა მოგვიყვეთ, რა ხდება ჩვენს თავს? ან თქვენს თავს? არქი უნდაია ძალიან გადასარევი. როგორ დავიწყო? არ ვიცი, თავიდან დავიწყო, თუ თავიდან დავიწყო, ალბათ ხო ჯობია. კი, თავიდან დაიწყეთ, რომ მაყურებელი და ჩვენ მივხვდეთ რაზეა ლაპარაკი. ხო, ჩვენ ვართ, არტისტები ვართ, მხატვრები ვართ, ძირითადად მუშაობთ ქუჩებში, საჯარო სივრცეებში და ძირითადად მუშაობთ ტექსტზე და ეხლა ისე გამოვიდა რომ ციფრებზეც. წლებია უკვე ამას ვაკეთებთ, მაგრამ ეს რაღაცა ინციდენტი რაც მოხდა და ემთხვა კი არა და მოხდა 65 მილიონის გამო, რომელიც გავაკეთეთ 4 იანვრის დაუცილებლად კონკრეტულად რას გულისხმობთ 25 მილიონში? ჩვენ კი ვიცით ეს აბა. აი, კონკრეტულად 5 და 6-0 დაწერილი საპატრიარქოს შესასვლელთან და ფილარმონიასთან. მაგრამ რეაქცია მოყვა არა ორივეს ერთად ან ცალ-ცალკე, არამედ მხოლოდ საპატრიარქოსთან დაწერილს, ვინაიდან საპატრიარქომ შეიტანა სარჩელი ვიდეო ჩანაწერთან ერთად, რომ თურმე ეს არის საპატრიარქოს საკუთრება ეს ტერიტორია და თურმე შეურაცხეთ ვიღაცის თუნდაც პატრიარქის რაღაც არ ვიცი. კონკრეტული სამართლებრივი არგუმენტი თუ ქონდათ მათ, ანუ რაიმე მუხლი თუ შეესაბამება ამ საქციელს, რაც თქვენ ჩაიდინეთ? არა, არ ქონდათ, იმიტომ რომ ტექსტი იყო გაკეთებული სავალ ნაწილზე, რომელიც გზის სავალ ნაწილზე, ეს არ არის ადმინისტრაციული შენობა, ეს არ არის ფასადის დაზიანება, ეს არის გზის სავალ ნაწილზე ტექსტის გაკეთება. ეს ტექსტი რაც შეეხება ამ ტექსტს ორი სიტყვით რო ვთქვა, რატო იყო ეს ტექსტი, ალბათ აუცილებელი არის, ხო? თუ რასაკეთებდით ხო ამით? გასაგები არის, შეიძლება ვიღაცისთვის გასაგები იყოს, შეიძლება ვიღაცისთვის არა. ანუ ჩემთვის ჩემი პირადი პოზიცია ამ ტექსტთან დაკავშირებით და ჩემი სუბიექტური აზრი ჩემი სამოქალაქო და არტისტული პოზიცია იყო ის რომ და Facebook-ზეც ეგ დავწერე, ფოტოსთან ერთად დავდე, ანუ ჩვენ არ ვაპირებთ ამ უარყოფასთან დამალვასთან რაღაც მსგავს, რომ ეს არის ჩვენი საჩუქარი უწმინდესისა და უნეტარესისთვის 4 იანვარს, რომელსაც გადავცემთ საქართველოს ბიუჯეტიდან. და ვთვლით ისიც გავაყოლე რომ როდესაც ქვეყანაში არის ამდენი სოციალური პრობლემა, არ უნდა ხდებოდეს სახელმწიფო ბიუჯეტის ჩემი აზრით არამიზნობრივი ხარჯვა. და ეს თანხა უფრო უნდა დაიხარჯოს გამჭვირვალედ და უნდა მოხმარდეს სხვადასხვა სოციალურ პრობლემებს. განათლებას, ჯანდაცვას, ან თუნდაც ვთქვათ ამ სოციალურ პრობლემებს. ამას სამი დღეარაფერი არ მოყოლია და გუშინ დაგვირეკეს ორთაჭალის განყოფილებიდან პოლიციის უფროსმა და გთხოვა რომ მივსულიყავით განყოფილებაში. ანუ ეს იყო თხოვნა და არა რაღაცა ესეთი ოფიციალური. თხოვნა არა, დამირეკა და ესე იგი დარეკა. არა კონკრეტებდნენ რა სტატუსით, სად, რატო. უწყისი არ მოგსულიათ. ჩვენ არა, ჩვენ საერთოდ არ დაურეკავთ მიუხედავად იმისა, რომ მარიამს უთხრეს შენ დაქალ წამოიყვანე, ანუ აქედან მივხვდი. ამ საქმეზე არის საუბარი და არავის არაფერი არ ვქონს, იმიტომ რომ სხვა ტექსტებიც გავუკეთებია, სხვა სტრიტ-არტიც ქონია და არნაირი რეაქცია არ მოყოლია და ჩვენ შეგვიძლია თქვენი არტი ვაჩვენოთ ახლა კადრში, მე მაგ ლეპტოპზე და სააპარატოს თხოვ ახლა რომ ვაჩვენოთ ესა. ანუ რაღაცა გარკვეული კონცეფცია გაქვს უკვე სატელეფონო ზარის შემდეგ, ანუ პოლიციაში. ტელეფონზე მითხრეს რომ ეს არის სატელეფონო საუბარი და რომ აბერ გვეტყოდნენ რა სტატუსით ვიყავით დაბარებულები ან ვთქვათ რომ იურისტის თხოვნით თუ რაღაც ვრეკავთ, მაინც არ გვითხრეს და მივედით თაბუკაშვილის ქუჩაზე პოლიციის განყოფილებაში, სადაც შეხვდა ძველი თბილისის პირველი განყოფილების უფროსი და აგვიყვანა თაბუკაშვილის პოლიციის განყოფილების უფროსის კაბინეტში თუ საკონფერენციო დარბაზში, სადაც დაგვხვდა სამი უცხო პიროვნება, ცალკე კიდე ამ განყოფილების უფროსი, ძველი თბილისის განყოფილების უფროსი, კიდე ვიღაც ორი რაღაცის უფროსი და დავსხეით ამ აგიტაზე, უკან გვიზის ეს სამი ადამიანი და საუბრობდა პირველი რაზე საუბრობდით? რას კითხეს პირველი რა იყო?
რა სტატუსით ვართ აქ მოწვეულები და ანუ ვაფშე საერთოდ რა არის ეს გასაუბრება არის დაკითხვა თუ რა არის და ვინ არის ეს სამი ადამიანი რომელიც ესწრება ამ როგორც თვითონ გითხრეს არაოფიციალურ და ადამიანურ გასაუბრებას. თქვენ იურისტთან ერთად იყავით მისული? ოღონდ წავედით მარტო. რაზეც გვიპასუხეს რომ ესენი არიან საპატრიარქოს წარმომადგენლები და რომ ჩვენ საპატრიარქო გვიჩივის მათი ტერიტორიის დაზიანებისთვის. და რომ ეს არ არის არანაირი ეს არის უბრალოდ ადამიანური საუბარი და პოლიციის უფროსებს ჩვენგან აინტერესებს უბრალოდ ადამიანურად რატო გავაკეთეთ ეს, რა იყო მიზანი, ვინ იყო შემკვეთი, ხო ეგაა ძალიან საინტერესო რომ პოლიციის უფროს ძალიან ღრმად ჯერა და რამდენჯერმე გაიმეორა რომ ეს არის შეკვეთილი. მაინც გონია რომ ვიღაცა ყავს დამკვეთი და და ჩვენ დღეს ვაცხადებ რომ დანკინ დონათსმა დაგვიყვეთა ეს. კი, ნამდვილად ახლა იხსნებიან და პრომო აქცია არის ეს. 25 მილიონი დონაცი. ვინაიდან ეს არაოფიციალური შეხვედრა იყო, როგორც მათ თქვენ გითხრეს და თქვენ არ ყავდეთ იურისტი, ანუ იყო თუ არა ნორმებს ვერ ვიტყვით, ანუ დაკითხვის ნორმები დაცული თუ არა, მაგრამ რამდენად ეთიკური კითხვები იყვნენ, აგრესიულები იყვნენ, მუხარას ჰქონდა ადგილი. იყო ვართ თუ არა ქრისტიანები, გვიკეთია თუ არა ჯვარი, რომელზეც ჩვენ უპასუხეთ რომ ამაზე პასუხს არ გავცემთ, რადგან ჩვენი ანუ არ ვაპირებ განვიხილო ვიღაცასთან ჩემი რელიგიური იქნება პოლიტიკური თუ რავი ვინმეს თან არაფრის განხილვას არ ვაპირებ თუ ეს არ იქნება რამე საქმესთან კავშირში. ანუ მათ ჰქონდათ კითხვები პირად თემებზე, თუმცა მუხარას ჰქონდა ადგილი თუ არა? თუ არა ჯვარი, ანუ რა შუაში არის, რა ეს მოკლედ იყო ძალიან დიდი ზეწოლა, ახლა ვაცნობიერებ მართლა, იმიტომ რომ როცა ზის ერთ დარბაზში ორი მე და მარიამი მარტო არ შემოვშვა სხვა არავინ და არის დანარჩენი რაღაც პოლიციის უფროსები, იქ სამი საპატრიარქოს წარმომადგენელი, ანუ რეალურად არის ორი მხარე, რომელთაგან ერთი მხარე ვართ მარტო მე და მარიამი და დანარჩენი არიან ყველანი და პოლიციის უფროსმა ისიც თქვა, რომ კი თქვენ ხართ ორნი და დანარჩენი ჩვენ ვართ მთელი საქართველო და რა ვიცი. და რა სიტყვავდნენ კონკრეტულად ისინი თქვენგან ამ არაოფიციალურ შეხვედრაზე? საბოლოო მოთხოვნა რა იყო? ანუ რა მიზანს ემსახურებოდა? რითი დამთავრდა ეს შეხვედრა? ეს ტექსტი და რომ ავუხსენით რომ სტრიტ არტისტები ვართ და ეს არის ჩვენი არტისტული პოზიცია, სავარაუდოდ ეჭვმაქ რომ ვაფშე ანუ საერთოდ ვერ მიხვდნენ რაზე ვლაპარაკობთ. არა, საერთოდ თქვენს რომ ეს არ არისო ხელოვნებასთან აკავშირშია საერთო და ეს არისო წარწერა გაკეთებული და ყველა მშვენივრად იცისო რომ 25 მილიონი თუ იფინანსდებაო საპატრიარქო თუ რაღაცაო და აქ დაგეგმილი იყო ღონისძიებაო, ხალხს უნდა გამოევლო და საერთოდ ანუ ბოლოს მივიდა იქამდე საუბარი რომ საჯარო ინფორმაციის გასაჯარავება თურმე არ შეიძლება. რაც არის აი ძალიან ისედაც ყველა მიცის ორივე მუთხარი, ნუ ყველა მიცის ეს ინფორმაცია რა იყო აქ დასამალი და და თქვენ რას აპირებთ ახლა, რა გეგმები გაქვთ? ანუ კონკრეტული მოთხოვნები მათგან როგორც ხვდები არ იყო თუ იყო? კითხვის დაგიკავშირდებით ან თქვათ რამდენიმე დღეში უნდა მოხვიდეთ ყვაზე და საბოლოოდ შეთანხმდნენ იმაზე რომ მუხლი არანაირი მუხლერე თვითონაც ამბობენ რომ არიციან რომელი მუხლი არის ჩვენთან მართებული, მაგრამ მოიფიქრებენ, იმედია მოიფიქრებენ. გასაგებია, უბრალოდ გაფრთხილების სახით გაგესაუბრენ როგორც მივხვდით. მსგავსი შემთხვევა აქამდე გქონდათ, ანუ თქვენ აღნიშნეთ, რომ დიდი ხანია აკეთებთ ქუჩის არც და ვინმეს როდესმე თუ მოუქცევია ესეთი ყურადღება. ერთადერთხელ ამ ტექსტების საპატრიარქოს აქამდე არ უჩივლია. ანუ სამართალდამცავებს. და სხვა შემთხვევაში ხა შეიძლება საპატრიარქოსთან არ გააკეთეთ, მაგრამ თუ კი სხვაგან აკეთებთ, ამ შემთხვევაში იყო თუ არა რაიმე ტიპის რეაგირება, ამას ეს გვაინტერესებს. მოგეჩერა მე და დეთუ ვისთან ერთადაც მუშაობ და გვითხრეს რომ თუ რამ ინგლისურ ტექსტებზე ვმუშაობ ძირითადად და გვითხრეს რომ თუ რამ პოლიტიკური არ არის, შეგიძლიათ წახვიდეთო თუ რაღაც, ანუ არანაირი. კარგი, დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ალბათ ჩვენ გვაქვს კიდევ ჩართვა, გვაქვს საშუალება რომ გავესაუბროთ ამ თემაზე ვინმეს. საინტერესო იქნებოდა იურისტთან გასაუბრება და კარგი იქნება რომ გავარკვიოთ, ანუ რისი უფლებები ჰქონდათ ამ გოგონებს, დაირღვა თუ არა მათი უფლებები. მანამდე ალბათ შეგვიძლია ვათვალიეროთ მათი ნამუშევრები, რაც კიდევ ერთხელ შეგვიძლია ვაჩვენოთ, ხო, იმიტომ რომ ეს არ არის ერთჯერადი აქცია. არც მხოლოდ საქართველოში განხორციელებული პროექტები საკმაოდ მრავალფეროვანია. იცი რა, საინტერესოა ეს. გარკვეულწილად საინტერესოა იყო თუ არა ვანდალიზმთან გვაქვს საქმე თუ არა, იმიტომ რომ გარკვეულ ქვეყნებში ეს
ასეთი ტიპის გრაფიტი არის აკრძალული იცი რა, გრაფიტი როგორც ესეთი არის აკრძალული, მაგრამ ვინაიდან ეს კონკრეტული შემთხვევა ტროტუარზეა განთავსებული წარწერა, ამ შემთხვევაში გრაფიტად და ვანდალიზმად ვერ ფორმულირდება.